გამოშვებას. საკუთარ ამომრჩევლებს შეხვდა სახალხო პარტიის ძველი ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. წინა საარჩევნო პროგრამა გოჩა ადამიანს ბათუმის პროპორციული სიის პირველ ნომერთან ასლან ფაღავასთან ერთად გააცნო. გამარჯვების შემთხვევაში უპირველესი ამოცანა, როგორც ადამიანი ამბობს, ავარიული სახლების გამაგრება, მიუსაფარი ადამიანებისათვის საცხოვრებელი უზრუნველყოფა და უმუშევრობასთან ბრძოლა იქნება. სამუშაო ადგილების სიმცირის დაძლევა ადგილობრივთა თქმით ქალაქის ძველი უბნის უმთავრესი პრობლემა. ძველ ბათუმში არის რამოდენიმე ისეთი სახლები, რომელიც არის ასე რომ ვთქვათ, სყოფში მოსაყვანი და არიან ისეთი პიროვნებები ცხოვრობენ, ვისაც სახლკარი არ აქვს და ისეთ ადგილებში ცხოვრობენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პირველი ამოცანა რომ მოხდეს იმ უსახლკარო შეძლოს მქონე პირების დაბინავება, დასახლება დროებით თუ ნახოთ ეს როგორ იქნება, ასევე ძირითადი მოგეხსენებათ ადამიანისთვის საჭიროა დასაქმება, კარგი ნორმალური პირობების შექმნა და ჯანდაცვა და ჯანმრთელობის საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ადამიანები, ჯანსაღი ახალგაზრდობა. ხალხს ჭირდება სურსათი, ხალხს ჭირდება თავისი სამსახური, თავარია სამუშაო. აი მე მუშაობდი აქ 35 წელი და არ ვმუშაობ და გული მტკივა ძალიან თეატრში მსახიობი ვარ.